თავარის ინფორმაციით ზუგდიდის სოფელ ყურლიშკაში საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან, მიზეზი უცნობია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 67 წლის კაცი, რომელსაც ნათესავი ბავშვის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, საკუთარ სახლში დღეს გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა იმერეთში მოხდა. პენსიონერი კაცის სავარაუდო მძიმე დანაშაულზე პოლიციას 11 წლის გოგონას ოჯახმა მიმართა. აბასთუმაში ბევრი ტურისტული ობიექტი შენდება. მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ ყველაფერ ამას საფუძველი ჩაუყარა, აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. აბასთუმის შემოვლითი გზის დასრულება 1 წლით გადავადდა, რადგან სამინისტრომ 2 კონტრაქტორს ხელშეკრულება გაუწყვიტა. სამუშაოები ახალმა კომპანიამ დაიწყო. არჩევნები ახლა, ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჯს, აცხადებს ზელენსკი. მისივე თქმით, თუ პარტნიორები უკრაინას უსაფრთხოების მყარ გარანტიებს შესთავაზებენ, არჩევნების დემოკრატიულად სამხედროების მონაწილეობით ფრონტისპირა ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ ჩატარებით, მაშინ მზადაა ეს საკითხი განიხილოს.